Ძვირფასო ქართველებო, გაგიმარჯოთ. 2025 წელი დაიწყო და ეს მნიშვნელოვანი წელია საქართველოს როგორც ქვეყნის გამტკიცების და გაძლიერებისთვის. საერთოდ გვიყვარს ის აზრი, რომ მათემატიკურად არის ეს 2025 და ისეთ არაჩვეულებრივ სიმბოლურ დატვირთვას იძლევა. ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი უნდა გახდეს საქართველოსთვის ეს წელი. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ გია კვაშლავა. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ახალ გადაცემათა ციკლს, რომელზეც საუბარი გვექნება რამდენიმე გადაცემაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ქართველებისთვის, საერთოდ ზოგადად ქართველთა ისტორიისთვის, ძველი პერიოდიდან დაწყებული ის მნიშვნელოვანი ნაწილები, რომელიც ჩვენთვის ზოგადად საზოგადოებისთვის უცნობია. თემას ასეთ სახელი აქვს, ესე იგი ქართველები უძველესი მსოფლიოს სათავებთან. აი ეს თემა, რომელსაც ჩვენ დღეს რამდენიმე ნაწილს წარმოვადგენთ და ეს გადანაწილებული იქნება რამდენიმე გადაცემაში და დღეს არის ამ თემასთან დაკავშირებით პირველი ნაკვეთი. გადაცემის პირველი ნაკვეთი. სანამ გადაცემას სრულად დავიწყებთ, ივანე ზოსიმეს სიტყვები, რომელიც ცნობილი სიტყვებია, წარმოვთქვათ ეს და 4 დღისა მკვდარი ამისთვის თქვა დავით წინასწარმეტყველმა, რამე თუ წელი 1000 ვითარცა ერთი დღე. აქ განმარტოთ 1000 წელი ვითარცა ერთი დღე. ფაქტობრივად ბიბლიაში მოცემული დაახლოებით რომ თქვათ 8000 წელი ეს უნდა გამრავლდეს ამ ათვლით 8000 უნდა გამრავლდეს 360,000-ზე. მოგეხსენებათ რომ წელიწადში 365 დაუშვათ, თქვათ ან 366 და ამ მონაცემის მიხედვით, რომელიც აღებულია ივანე ზოსიმემ საგუნიდან აიღო დავით წინასწარმეტყველისგან, მაშინ გამოდის რომ 8000 დაახლოებით ასე რომ ვთქვათ, ბიბლიური წელი უნდა გამრავლოთ 360,000-ზე და ეს ძალიან დიდი რიცხვია, 3 მილიარდს აჭარბებს. ამიტომ ზოგჯერ არაკვალიფიციურად თუ მიუდგებით ბიბლიის ტექსტის გარჩევას, ეს ძალიან მაღალი დონის შესრულებული ტექსტია, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ტექსტი და არაკვალიფიციური მიდგომა იწვევს არასწორ ინტერპრეტაციებს ბიბლიური თემებისა. მე არ მინდა ახლა ამ ხრივ გავაგრძელო საუბარი, ეს თემა ზოგადად თეოლოგების საკითხია და მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ საზოგადოებამ სათანადოდ მიიღონ ინფორმაცია ამ წლებთან დაკავშირებით. აქვე მინდა გავიხსენო შილერის არაჩვეულებრივი სიტყვა შეხედეთ. ჰომეროსის მზეც ჩვენ ვიღიმის. ფაქტობრივად დასაწყისში გადაცემისას თქვით, რომ აი სწორედ ჩვენთვის ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულის პერიოდიდან, ჩვენი უძველესი ისტორიიდან, წარსულის ისტორიის მზე ჩვენ გვიღიმის, უბრალოდ ჩვენ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ და უნდა ავაწყოთ ის სისტემა, რომელსაც ქართული სახელმწიფო ქვია და მისი წარმატება უნდა დადგეს აუცილებლად. ჩვენი გადაცემის თემას დავახასიათებთ მოკლედ. კვლევა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ დიდი ხნის განმავლობაში, 30 წელს მეტია დაახლოებით, და აქ არის მრავალი სხვადასხვა მიმართულება. ყოველ შემთხვევაში, კვლევა ინტერდისციპლინარული, ეს არის ზუსტი და საბუნისმეტყველო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერული კვლევის ძიების შედეგი, რომელშიც უმდიდრესი არქეოლოგიური არტეფაქტებისა და უმნიშვნელოვანესი წერილობით ძეგლების, კერძოდ თიხის ფირფიტების, ქვის ტელებისა და სხვა ნივთების წარწერების
ძველი ხელნაწერი და ნაბეჭდი ორიგინალი წიგნების საარქივო მასალებისა და გარკვეული სამეცნიერო შრომების გამოყენებით ჩვენ შეძლების დაკვარაც მოვადგენთ ქართველური სახელმწიფოებრივი აზროვნების, წყობილებისა და კულტურის განვითარების 4000-ლოვან თარიღის განსაზღვრას, თუმცა ჩვენ ცოტა უფრო მეტზეც გვექნება საუბარი არა სახელმწიფოებრივ, არამედ კულტურულ განვითარებაზეც. ეს კვლევები ჩვენ გამოვაქვეყნეთ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებში, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ფაქტობრივად ჩვენ ამაზე კიდევ დაწვრილებით ვიჯევლებთ რამდენიმე წუთის შემდეგ. კვლევაში ჩვენ გავაშუქეთ მასალა ისტორიამდელი და შემდგომი პერიოდის პროტოქართველური, ანუ სამხრეთ კავკასიური მოდგმის ხალხის განსახლების დინამიკის ამღწევი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელები, რომელშიც გაერთიანებულია ხელმძღვანელობით არის პროფესორ თემურ ჩილაჩავა, მე გია კვაშლავა, პროფესორი გიორგი ფოჩხუა. კიდევ ენობრივი სისტემისა და სამხრეთ ევროპის, მცირე აზიისა და შუა მდინარეთის, სამხრეთ კავკასიის რეგიონებში აღმოჩენილი წერილობითი და არაწერილობითი ძეგლების შესახებ. შესაბამისად ამისა, მასში გადმოცემულია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ეკონომიკური აზრის კონკრეტულად მათემატიკის, თვლის, სააღრიცხვო საანგარიშო, მეტროლოგიური სისტემების, წერის ხელოვნებისა და დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილი და გამოკვლეული ისტორია, რომელიც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩემ კვლევებში ასახულია კარგად. უახლესი მონაცემებით კვლევაში გამოყენებულია მითოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული, ანთროპოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, მეტალურგიული, არქეოლოგიური, მათემატიკური, ლინგვისტური და სხვა მასალები, რომლებიც გამოქვეყნებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ. კონკრეტულად დავისახელებთ ლაიბნიცი, ჰუმბოლტი, ბლუმენბახი, კლუგე, ჰომელი, ევანსი, ნიკო მარი, ივანი ჯავახიშვილი, მიხეილ წერეთელი, ედუარდ შვიცერი, გიორგი ჩიტაია, ვანდერ ვარდენი, ფრიჩა ხერმაიერი და სხვა. და ეს საკითხები ჩვენი, როგორც ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი, ნაშრომებში, პუბლიკაციებში არის წარმოდგენილი. ქართულმა საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის, რომ ჩვენ 2008 წლიდან 2024 წლებში მონაწილეობა მივიღეთ 4 კონტინენტის საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ეს საკმაოდ შრომატევადი იყო და ამ სამეცნიერო საკითხების გარშემო ძალიან ბევრი მასალა გამოქვეყნდა. სამეცნიერო ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში მეცნიერისთვის, რომ მისი ნაშრომის ცნობადობა გაიზარდოს, ყოველ შემთხვევაში ეს გამოიხატება ინდექსირებით. ჩვენი ნაშრომები ნაწილობრივ Google Scholar-ის აქვს შესაძლებლობა რომ დაინახოს, ანუ აღწეროს, მაგრამ არის ის ნაშრომები, რომლებიც ჩვენი გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, რომელშიც კიდევ Google Scholar-ის სათანადოდ ვერ ახერხებს ამის აღრიცხვას. ეს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემებია, ჰარვარდი და ასე შემდეგ. ალბათ ეს მომავალში Google-ის სისტემა უფრო გაასწორებს. 2008-2024 წლებში ჩვენ სამეცნიერო შრომები, აბსტრაქტები გამოვაქვეყნეთ სამეცნიერო კრებულებში, ჟურნალებში, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მასალებში, რომლებიც დაიბეჭდა კერძოდ ლონდონში, კემბრიჯში, ოქსფორდში, ჰარვარდში, პარიზში, ვილნიუსში, კეიპტაუნში, ათენში, რეთინგტონში, ბერლინში, რომში, ჰონგ-კონგში, თბილისსა და სხვა დაწესებულებებში. 1996-2024 წლებში
ჩვენ სამეცნიერო-კვლევითი მასალა მოვივიძიეთ სამეცნიერო ექსპედიციებში, რომლებიც ჩატარდა საქართველოს კრეტის მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ადგილებში, ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში, კერძოდ ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ვატიკანის, თურქეთისა და სხვა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და კოლექციებში. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში თემა დავყავით შემდეგ საკითხებად. ვისაუბრეთ და წარმოვადგენთ მასალებს პროტოკარტვალური მოსახლეობის შესახებ, რომელიც სოფლიოში როგორ იყვნენ ისინი განსახლებულები, პროტოკარტვალური მოდგმის მოსახლეობის კონკრეტულად ანთროპოლოგიურ მასალებს წარმოვადგენთ, სასოფლო სამეურნეო და მეტალურგიული მასალები იქნება წარმოდგენილი, უძველესი წერილობითი ძეგლების ამოკითხვის შესახებ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, კლასის ხაზოვანი წარწერებისა და კრეტული იეროგლიფებისა, ამ წარწერების, რომელიც არის დაახლოებით 4000 წლის წინანდელი, ამის შედეგებს ჩვენ კონკრეტულად გადაცემაში წარმოვადგენთ. და ბოლოში ჩვენ გვექნება ყოველ შემთხვევაში ბოლო გადაცემების რაღაც ნაწილში ვისაუბრებთ ფაზის აკადემიის ახალ ისტორიულ მასალებზე და შევკრავთ ამ ძირითად მასალებს და შედეგებს წარმოვადგენთ. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და ვიტყვით იმ საკითხზე მასალები პროტოკარტვალური მოსახლეობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ გავიხსენოთ იონი ანტიოქიელი, რომელიც ცხოვრობდა მე-7 საუკუნეში, მისი ნაწერია შემონახულია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა გვაქვს ხელთ ბერძნულად და მისი ლათინური თარგმანიც. და ეს პირველად გამოქვეყნდა როგორც ასეთი ნაშრომი 1630 წელს. შემდეგზე 1851 წელს გამეორებული იქნა ეს ნაშრომი იონი ანტიოქიელისა და გამოქვეყნდა ევროპაში და ქართულად ნაწილობრივ ეს გადმოთარგმნილია სიმონ ყავჩიშვილის მიერ 1951 წელს. მოდით წავიკითხოთ იონი ანტიოქიელი რასერს თუ იმ შემთხვევაში თუ წარმოვიდგენთ დიკომარის მოსაზრებას იაფეტური თეორიის შესახებ, იაფეტური მოდგმა, ანუ იგივე კავკასიური მოდგმა, ან შეიძლება თქვა სამხრეთ კავკასიური, პროტოკარტვალური მოდგმა და ასე შემდეგ. ეს ტერმინები საკმაოდ ბევრია, ერთმანეთის მომცველია და ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავიხსენოთ სვეტგამსახურდიას სულიერ მისიაში ეს მასალა კარგად არის მოცემული და ვისაც ეს ყოველ შემთხვევაში სვეტგამსახურდიას ნაშრომი თუ კარგად იცის, ამ თემასაც კარგად აღიქვამს. თქვათ წავიკითხოთ ახლა იონი ანტიოქიელის შემდეგი ციტატა. იაფეტის მოდგმას წილად ხვდა მიდიიდან. ეს თანამედროვე ირანის ჩრდილოეთ ნაწილია. ესე იგი იაფეტის მოდგმას წილად ხვდა მიდიიდან ჩრდილო ნაწილი ვიდე ბრიტანეთის კუნძულებამდე. მთელი მიწა-წყალი ევქსინის, ანუ პონტოს შავი ზღვის გარშემო მდინარე დანუბისის, ანუ დუნაის, ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ ისტროსისის და ტანაისის, ანუ მდინარე დონის დელტის, კერძოდ დღევანდელი სოფელი არის ესე იგი ნედვიკოვკის გარშემო, კავკასიის მთებში, აბაზგების ქვეყანაში მდებარე მიწა-წყალი, ტიგროსიდან ვიდრე პონტოს ზღვამდე, ტიგროსი არის დღევანდელი ერაყის ტერიტორია, კუნძულები როდოსი, კვიპროსი და ასე შემდეგ. ეს ციტატა არის იაფეტი, თქვენ მოგეხსენებათ, ვისაც კარგად აქვს შესავლილი ბიბლია, იაფეტს იპოვის ბიბლიის ძველ აღთქმის წიგნებში. იაფეტის შვილები გახლავთ გომერი, თუბალი, მეშექი. თუბალი მოგეხსენებათ იბერთან არის კავშირში, თოს დაკარგვა ხდება ეს ლინგვისტურად, ეს ცნობილია, მაგალითად შეგვიძლია გავეხსენოთ ამ ეტაპზე იოსებ ყიშიძის ნაშრომი, სადაც ეს ახსნილია მისი ლინგვისტური მოსაზრება. მეშექი ასევე საკმაოდ ბევრი კვლევები არსებობს და
მრავალი მეცნიერული შეხედულებიდან გამომდინარე მეშექი მუშკი ან მოშკი მოსხი ან მესხს ნიშნავს აქვს სხვა განსხვავებული აზრით თუმცა განსხვავებას ჩვენ არ გაურბით უბრალოდ უმრავლესობა მეცნიერების ამას ზიზიარებს იაფეს სხვა შვილებიც ყავდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა გავიხსენოთ გომერის შვილი თოგარმა თარგამოსი აი თარგამოსიდან მოდის უკვე ჩვენი ყოველ შემთხვევაში მესამე ნაწილი ქართველთა მოდგმის ანუ ქართველთა მოდგმის დასაწყისი არის თარგამოსი თუბალი მეშექი ანუ მოსხი ესე იგი სამი ეს არის ფაქტობრივად გამოდის რომ აღმოსავლეთ საქართველოს თარგამოსის ეხლა განსხვავებული მოსაზრებაც არის ხოლმე ქართლის ცხოვრებაში თარგამოსის შვილები გვეიქს სხვანაირადაა დასახელებული მაგრამ ბიბლიაში ასე არის განსაზღვრული თუბალი ანუ იბერი მეშექი მოსხი და ეს საკითხი ასე თუ ისე მრავალ კვლევას თავიანთ ნაშრომებში აქვთ აღწერილი და წარმოდგენილი ჩვენ რუკას არ მოგიდგენთ იეფეტური მოდგმის ხალხთა განსახლების არეალი რომელიც მონიშნულია ვარდისფრად და ეს ყოველ შემთხვევაში ივანე ანტიოქიელის ნაშრომის მიხედვით შედგენილია მაგრამ ივანე ანტიოქიელის ნაშრომის შემდეგ კვლევრებმა განსაკუთრებით ევროპისა და ამერიკის მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერების მიერ შექმნილი და ასევე მონაწილეობდნენ რუსები სხვადასხვა პერიოდში ეს იწყება როგორც ვთქვით მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასასრულით ქართველებიც ამ ხრივ ძალიან წარმატებული იყვნენ ამ იდეის განვითარებაში ახლა ქართველები რადგანაც დავასახელეთ ამიტომ ჩვენ ახლა პირველ რიგში უნდა ვთქვათ ივანე ჯავახიშვილი ნიკოლოზ ბერძეიშვილი და სიმონ ჩანაშია აი ეს პიროვნებები იყვნენ ძალიან საინტერესო მეცნიერები მაღალი რანგის მეცნიერები ეს ყველასთვის ცნობილია ფაქტობრივად ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ სიმონ ჩანაშია შესაძლებლობა იმხრივ გააძლიერა რომ მას დაესრულებინა საქართველოს ისტორიის წიგნი სახელმძღვანელო და ის გამოიცა 1953-1956 წელს 58-შიც გამოიცა და კიდევ ერთ სხვა პერიოდშიც გამოიცა და აი წიგნში წერია ასეთი აზრი ეს ციტატა ყოველ შემთხვევაში ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ქართველებმა ციტატა ასეთია ქართველები წარმოშობით წინა აზიის ზვალს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან უძველეს დროში დაახლოებით 6000 წლის წინათ წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც ბალკანეთის აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამ გვარტომების ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს. ნაწილობრივ აქ სემიტელები შეიძლება ვთქვათ, თუმცა ციტატაში არ წერია, რომელთაც დამხტური მოსახლეობისა და მისი განვითარების კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. აი ეს სემიტებთან დაკავშირებით ფინიკიელები შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ სხვა ოსნები იყვნენ და ევროპის კონტინენტზე შეაღწიეს. ძალიან საინტერესო ამ ხრივ ქართველი მეცნიერს კიდევ მიხეილ წერეთლისა, მაღალი რანგის მეცნიერისა, რომელმაც 1912 წელს გამოაქვეყნა ეს სტამბოლში მისი ნაშრომი, რომელსაც ქვია სუმერული და ქართული, ანუ თანამედროვე ქართულად ვთქვათ, სუმერული და ქართული, ესეთი სათაურით მისი ნაშრომი იყო. ამ ნაშრომში წერია შემდეგი ციტატა. ქართველები, როცა ჩვენს დია წარსულზე და ვლაპარაკობთ, ეს უბრალოდ ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ არის. დიადი იყო ჩვენი წარსული, ჩვენი ცხოვრების ისტორიული ხანისა, მაგრამ კიდევ უფრო დიადია წარსული რასისა, რომელსაც ქართველიერი ეკუთვნის. ეს რასა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ქართული რასა უწოდოთ, დიდი, მრავალრიცხოვანი იყო, უძველესი კულტურის დაწყების მხრივ სემიტელებზე და არიელებზე წინა აზიაში და მასალით ისეთი ნიჭითა და შემოქმედებით დაჯილდოებული, რომ სადაც კი მოიკიდებდა ფეხს,
აი რა თქმა უნდა მისი წარმატება იყო. მისი რომელიმე ნაწილი კერძოდ ბაბილონიაში, ელამის ქვეყანაში, არმენიაში, მთელ სირიაში თუ კავკასიაში ყველგან ქმნიდა უდიდესსა და უორიგინალის კულტურას და სახელმწიფოური ცხოვრებას, სარწმუნოებას, ხელოვნებას, მწერლობას, ყოველ სფეროს. რასაც კი კაცობრიობის დიდება ეწოდება და რაიცა დაწერილია მისი ისტორიის ფურცლებზე. ამ ხრივ კიდევ გავიხსენებთ ტიტე მარგველაშვილის ნაშრომს, რომელმაც ძალიან საინტერესო დაიცვა დისერტაცია გერმანიაში და ტიტე მარგველაშვილის ნაშრომის ციტირებას და მის მიმოხილვას ახდენს გიორგი ჩიტაია პაზის აკადემიის პირველი რექტორი და ის წერს გიორგი ჩიტაია წერს შემდეგ ციტატას კავკასიელების ესე იგი ქართველების გავლენის კვალი განსაკუთრებით ჩანს შუმერელებზე. მათ თავიანთი კვალი დაუტოვებიათ სხვა ხალხთა ცხოვრებაშიც, სამხრეთით პალესტინასა და ეგვიპტეში, ჩრდილო-დასავლეთით უკრაინასა და პოლონეთსა და სამხრეთ სკანდინავიაში, დასავლეთით სამხრეთ ევროპაში და თვითშორეულ აღმოსავლეთამდეც. ამ რასას უნდა ეწოდეს კავკასიური, ზაგროს პონტოური, იაფეტური, ანუ ქართული და ეს უკვე ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე. ამბობს გიორგი ჩიტაია შემდეგ ციტატაში სპეციალისტების აზრით კულტურული ყოფით ამ რასას მიეწერება ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა, სახვდელი კულტურა შეიძლება მათვე მივაკუთვნოთ კერამიკული მორგვის გამოგონება და ცხენის მოშინაურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელოვნება. ეს ხალხი იყო პირველი პატრიარქალური ფენა წინა აზიაში რომ შევიდა. მოკლედ ამ საკითხებზე ასეთი მსჯელობები ფართოდ მიმდინარეობს როგორც უცხოელ მეცნიერების ნაშრომებში და ასევე ქართველ მეცნიერების ნაშრომებში. და ეს ნაშრომები როგორც ჩანს სხვადასხვა მიზეზთა გამომდინარე გაფანტულია და ჩვენ ნაშრომები რომელიც გამოვაკელნეთ 2014 წელს განსაკუთრებით 2016 და ასე შემდეგ 2024 წლები და ადრე ჩვენ ვაქვეყნებთ სხვა მასალებსაც ეს მთლიანად შეკრებილია ჩვენს ნაშრომებში და ახლა ამ მხრივ აღარ გავაგრძელებთ ამ დეტალებზე საუბარს. აქ უბრალოდ დავამატებთ რომ უცხოელი მოგზაურები, სწავლულები და საეკლესიო პირები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში, ისინი ხშირად ახსენებდნენ რიგ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, ახლა გვინდა გავეხსენოთ დონ კრისტოფორო დე კასტელის სიტყვა, მოკლედ ეს თქვათ, ეს ფართო ციტატა და შევამცირეთ და მოკლედ და გასაგებად რომ იყოს, ასეთია ქართველებმა ქვეყნიერება განანათლეს, ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვეს. ეს რომ ასეა დაწერილი ქალაქ პალერმოს კომუნალური ბიბლიოთეკაში, სიცილიაში, იტალიაში ინახება ორიგინალი და ქართული თარგმანიც გვაქვს ჩვენ და ახლა ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ეს უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა დღეს გავაჟღერეთ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ ქართველთა უძველესი მოდგმა, როგორი იყო განსახლებული შავი ზღვისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გარკვეულ რეგიონებში. და ამას ხაზგასმით, იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ კვლევები ადრეულ პერიოდიდან დაიწყო. განსაკუთრებით სამეცნიერო პირველი კვლევა ევროპაში მათემატიკოსმა პრუსიის აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა ლაიბნიცმა დაიწყო. 1695 წელს გამოქვეყნებული მისი პირველი ნაშრომი ლათინურ ენაზე, რომელიც ჩვენ ორიგინალში გვაქვს წაკითხული, რის საფუძველზე იწყებს ლაიბნიცი ქართული ენის შესწავლას კვლევას. 1629 წელს თქვენ მოგეხსენებათ, იტალიაში გამოიცა ქართული იტალიური ლექსიკონი და ეს მას ჰქონდა
ხელთ და აქედან გამომდინარე მასალა შეისწავლა, ლექსიკონო მასალა შეისწავლა და შეადარა ამ ლექსიკონში მოცემული ზოგიერთი სიტყვა განსაკუთრებით ბერძნულს, ლათინურს, რომანულ ენებში მოცემულ მასალებს, ლინგვისტურ მასალებს და ასევე სპარსულს. და აქედან მან პირველად დაასკვნა ეს ჩვენ ცალსახად უნდა ვიცოდეთ რომ და საერთოდ ლაიბნიცმა საფუძველი შეუქმნა არა მარტო მათემატიკურ დარგების შექმნას, არამედ ლინგვისტიკაში მან ახალი დარგი შექმნა შედარებითი ლინგვისტიკა, ჩვენ რომელსაც მეთოდს ვიყენებთ ისტორიულ შედარებითი მეთოდი, ეს სწორედ მისი დამსახურებით გვაქვს მეცნიერებად მსოფლიო მასშტაბით და ქართული ენის შესწავლის შედეგად მან ეს ახალი მეთოდი შემოიტანა მეცნიერებაში. ლაიბნიცის დამსახურება ცალსახად უნდა გქონდეს ჩვენ გააზრებული. ჩვენ ახლა არ ვეხები ლაიბნიცის დიდ დამსახურებას მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართველური ენათმეცნიერების შესწავლაში მას ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი. ის მსჯელობს რიგ საკითხებზე და იქვე ამბობს ამ თავის ნაწერში 1696-ში, რომელიც აქ გამოქვეყნებული, რომ მე კარგად ვერ ფლობ ქართულ ენას, მაგრამ ამის გამო ბოდის ვიხდით და პატიებასაც ითხოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას უნდა ის აზრი დააფიქსიროს, რომ ეს ცალკე მდგომი ენათა ჯგუფის წარმომადგენელია ქართული ენა, თუმცა შემდეგში პოპი და სხვები, ბევრს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდა, ნიკო მარსაც ჰქონდა ეს, რომ ზოგჯერ იყო მოსაზრება, რომ ქართველური ენათა ოჯახი ცალკე არ იყო წარმოდგენილი და ის გაიგივებული იყო ანუ შესული ჯგუფში, ან ინდოევროპულში, ან სემიტურში, მაგრამ ეს ახლა ძირითადად უკვე გარკვეულია, ინდოევროპული ენათა ოჯახი ცალკე არის, სემიტური ენათა ოჯახი ცალკე არის და ქართველური ენათა ოჯახი. ზოგჯერ ისმის ისეთი ტერმინების გამოყენება, რაც ლინგვისტურად არასწორია. ქართველური ენათა ოჯახი ეს ტერმინი ახალი შექმნილი არ არის, ეს არის 1895 წელს უკვე გერმანიაში ოფიციალურად მოქმედი ტერმინია და ამ ტერმინების ცვლილება გამოიწვევს ყოველ შემთხვევაში მეცნიერულ დისჰარმონიზაციას. ამიტომ ასე ხელახებით ლინგვისტური საზოგადოებაში, ანუ ლინგვისტურ სამეცნიერო საზოგადოებაში თავის შეყოფა ბოდიში ამ გამოთქმით არაკვალიფიციური კადრების არ შეიძლება და ყოველ შემთხვევაში კარგად ჩანს Facebook-ზე ყოველთვის. ესე იგი ქართველური ენათა ოჯახში შედის ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური. ზოგს მეგრული და ლაზური ერთი ენათ აქვს წარმოდგენილი. აქ ყოველ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ უნდა განმარტო, რომ ჩემს მოხსენებების დროს კითხვები ისმევა იმ შეკითხვები ყოველ შემთხვევაში ისმევა იმ კითხვით, რომ იმ მიმართულებით, რომ რატომ არის მეგრული ენა, ლაზური ენა და ასე შემდეგ. ეს სიმცდარე ლინგვისტიკაშია არ შეიძლება გავაჟღეროთ, იმიტომ რომ ლინგვისტიკაში ეს ტერმინი გამოიყენება ქართული ენა, მეგრული ენა, ლაზური ენა, სვანური ენა. ამის გადაკვალიფიცირება კატეგორიულად მიუღებელია. ლინგვისტური ტერმინია. სოციოლოგიური თვალსაზრისით მას სხვა დატვირთვა აქვს და ეს არ არის სამჯელო, მაგრამ ენათმეცნიერებაში ეს განსაზღვრულია და ცალსახად მიღებული ტერმინია და არაკვალიფიციური იქნება იმ კვლევრების ზოგიერთისა აზრის გამოთქმა, რომ გადახარისხდეს ეს 200-300-ლიანი სხვადასხვა ტერმინების გამოყენება. მესმის მეცნიერებაში განსხვავებული ტერმინები არსებობს, მაგრამ ძირითადი ხაზი მიმართულება არ უნდა შეიცვალოს, სწორედ მეცნიერება ეს არის. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ ღრმად შემდგ გადაცემაში, გვექნება საუბარი ყოველ შემთხვევაში
იმ ტერიტორიებზე, რომელზეც ჰქონდა შავიზღვისპირეთის, ხმელთაშუაზღვისპირეთში განსახლებულ ხალხთა შესახებ, კონკრეტულად ჩვენ შემდეგ გადაცემებში გვექნება საუბარი ხმელთაშუაზღვისპირეთის, კერძოდ ეგეოსის ზღვისპირეთში მაცხოვრებელი, რომელთაც ზოგადად ჩვენ უწევდებთ პელაზგებს, თორემ პელაზგებში მაკრონები, ესე იგი მაკრიელები, ლელეგები, დოლიონები და სხვები მოიაზრება, ეს ერთი ტომობრივი სისტემა არ არის, ანუ ბევრია, ეს რაც ჩვენ ვიცით ბერძნულწერლობითი წყაროებიდან, ადრეული პერიოდიდან. აი ამ საკითხებზე ვიმჯელებთ ოდინდელ სამკვიდრებელზე ამ ხალხთა, რომლებსაც ძალიან ძველბერძნული წყაროები აფიქსირებს, კერძოდ ემელოს კორინთელი, ეპიმენიდე და სხვა ძირითადად ეს წყაროები ძალიან ბევრია. ჩვენ ამ ხრივ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კეთილად ვრცანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.